გამარჯობა თქვენ უყურებთ გადაცემას დავით ლაბაძის ოქროს ხელები. მე დავით ლაბაძე გახლავართ, ეს კი ზემოთხსენებული ოქროს ხელები. ამ გადაცემაში თქვენ უამრავ საინტერესო რამეს შეიტყობთ და თან ამ ყველაფრის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება შეგეძლებათ. ერთ-ერთ გადაცემაში აღვნიშნე, რომ ძალიან მიყვარს პოეზია, განსაკუთრებით კი სლოვაკური ლექსები მომწონს. ამიტომ დღევანდელი გადაცემა მინდა ერთი ჩემთვის ნაცნობი და თქვენთვის უცნობი პოეტის ლექსით დავიწყო. მაქსიმალური კომფორტი ეს არის ცივი კომპოტი. ძნელი არ დაეთანხმო პოეტის ამ ლამაზ სიტყვებს. მით უმეტეს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებამდე არაფერი დარჩა. ამ დროს კი ცივი კომპოტი ან წვენი გაგრილების საუკეთესო საშუალებაა. გამთბარა. წვენის ან კომპოტის გაგრილების რამდენიმე საშუალება არსებობს, მაგრამ ყველა მათგანს აქვს თავისი მინუსი. მაცივარში შედგმა ეფექტურია, მაგრამ შედგი, გამოიღე, დაასხი, შედგი, საკმაოდ დამღლელია. ჭიქაში ყინული მშვენიერია, მაგრამ ყინული დნება და კომპოტს გემოს უკარგავს. მე გასწავლით ამ ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საჩოთირო სიტუაციიდან გამოსავალს. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება პლასმასის ჭიქა და ყინული. მოათავსეთ ყინულიანი ჭიქა კომპოტში და ასე გააცივეთ წვენი ან კომპოტი. წვენი ეფექტურად ცივდება, თან გამდნარი ყინული არ უკარგავს გემოს. დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცების უმრავლესობა ახლა ერთ რამეზე ფიქრობს. სწორედ თქვენ კითხვას მინდა უპასუხო. დიახ, ღვინისთვისაც გამოდგება. გამოდგება კი არა, კარგია. მე ისევ დაგიბრუნდით და ამჯერად მეტად სასიხარულო ინფორმაციით. რაც დავით ლაბაძის ოქროს ხელები ეთერში გადის, უკვე 50 სასარგებლო რჩევა მაქვს თქვენთვის მოცემული და ყველა ერთმანეთზე უკეთესი. გილოცავთ ამ ლამაზ ფაქტს და მინდა 51 რჩევაზე გადავიდე. ხისავეჭის სახში ალბათ ყველას გაქვთ. სკამი იქნება ეს, კარადა, ტუმბო, მაგიდა თუ სხვა. დროთა განმავლობაში ხედწვდება, ფერს კარგავს და მის ზედაპირზე სხვადასხვა დეფექტები იჩენს თავს. მაგალითისთვის ეს ქვასანაყი განვიხილოთ. ის ავეჯი არა, მაგრამ ხისა და თან საქმეზე თუ მიდგა, ზედ ცოტახანი ჩამოჯდომაც შეიძლება. დრომ არც ეს უწყინარი ნივთი დაინდო და მასზეც დატოვა თავისი კვალი, მაგრამ დავით ლაბაძეს და მის ოქროს ხელებს არც დრო ის ეშინია და ამ შემთხვევაშიც ვნახეთ გამოსავალი. ხის ზედაპირიდან დეფექტების ამოყვანა შეიძლება მარტივად ძვირადღირებული რესტავრაციის გარეშე და ამისთვის მხოლოდ ნიგოზი დაგვჭირდება. აიღეთ ნიგზის ლებანი და ნივთის დაზიანებული ზედაპირი აი ესე დაამუშავეთ. ნახეთ, როგორ თვალსა და ხელშუა ქრება ზედაპირიდან დეფექტები. თუ თქვენ ნიგოზი არა გაქვთ, არ ინერვიულოთ. მოგზადით ჩვენთან ტელევიზიაში. სამშაბათობით ჩვენი მზარეული მშვენიერ ნიგზიან ხარჩოს ამზადებს. თუ ადრე მოხვალთ, სთხოვეთ და აუცილებლად გასესხებთ. დადგა ნანატრი მესამე ბლოკის დრო, რომელშიც მე თქვენ საინტერესო და მხიარულ ნიძლავს გთავაზობთ. ამჯერად მინდა მცირე ისტორიული გადახვევა გავაკეთო და გითხრათ, რომ პირველი ნიზლავი მსოფლიოში სწორედ საქართველოში დაფიქსირდა. კონკრეტულად კი კოლხეთში. გაიხსენეთ, როგორ დაინიზლავა იასონი აიეტს, რომ ცეცხლის მფრქვეველ ხარებს მოათვინიერებდა და გველეშაპის დათესილი კბილებიდან ამოსულ ჯარისკაცებს მოერეოდა. მართალია ჩვენებურმა აიეტმა წააგო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ღვინოსთან ერთად საქართველოს ნიზლავის სამშობლოც ყოფილა. ახლა მინდა უშუალოდ დღევანდელ ნიზლავზე გადავიდე. როგორც გახსოვთ, ერთ-ერთ წინა გადაცემაში გასწავლეთ, როგორ უნდა გამოაძღვინოთ ბოთლის ქვემოდან ქაღალდის კუპიურა ისე, რომ ბოთლს არ შეეხოთ. ეხლა მინდა ნიზლავი ცოტა გავართულო და კუპიურის მაგერად ბოთლის ქვეშ მონეტა მოვათავსო. ალბათ ხვდებით, რომ წინა გამოცდილება აქ ვერ დაგეხმარებათ. აქ რაღაც სხვა არის საჭირო. კონკრეტულად კი საბანკო ან წეული პლასტიკური აიდი ბარათი.
მოათავსეთ აიდი ბარათი ბოთლის გასწვრივ და გააკეთეთ სწრაფი მოძრაობა. მონეტა გამოვარდა, გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ. სულ ეს იყო, რაც დღეს მინდოდა მეთქვა. გადაცემას კი ერთი ლამაზი სლოვაკური ლექსით დავასრულებ. გემშვიდობებით, ნუ დაღონდებით, ისევ შევხვდებით.